თამაში ვიჭერე. ცოტა ფანკარს გავარ. It's Polish, მეგობრებო. პირდაპირ თვლიან, რომ საერთოდ გარტყმაში არ ხარ პოლონურის და საერთოდ არ გესმის რა. და პოლონურად ამბობს. ბორჯომი აქ რო დავინახე, მანდ მივხვდი რომ აქაც შემეძლია სმა გავაგრძელო. Katy Perry რო გაფრინდა ნახე? Katy Perry-ის თემატიკა საერთოდ ანუ რო დავინახეს ვიდეოები, მეგონა მიმი, იმიტომ რომ რა კოსმოსში მიდის საღამო მშვიდობის და ვინც ახლა შემოგვიერთდით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ქაოტურ პოდკასტზე. ვინც აღნიშნავთ, ყველას გილოცავთ აღდგომას. ხო და ვინც ახლა შემოგვიერთდით, მეგობრებო, მე ნინი ვარ, დაიმახსოვრეთ. მე თათია და ეს არის მერკურია რეტროგრადული. მოკლედ, თათია, არ ვიცი შეამჩნია თუ არა, მაგრამ თამაში ვიჭერე. არა ხო? არა. არ მეტყობა. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი შავი დღე იყო ნამდვილად. ეხლა რაღაცნაირად ვეჩვევი. რამე ფიდბექი გამიზიარეთ, ან მოგწონს, არ მოგწონს. მე ძალიან მომწონს და ნათქვამი მაქვს ადრეთ, რომ ესეთმა ძალიან გიხდება. გილოცავთ პირველ რიგში, Manic Pixie Dream Girl-ი დაგიბრუნდათ, ვისაც გაკლდათ ძალიან დიდხანს და აქ ვარ მეგობრებო. მაგრამ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უშავესი დღე არა დილა იყო, იმიტომ რომ დილის 9 საათზე თმის შესაჭრელად არ უნდა მიდიოდა რა, მაგას მივხვდი. დილის 9 საათზე ზოგადად არაფერს არ უნდა ვაკეთებდეთ, ჩემი აზრით. დილის 9 საათი ზოგადად არ უნდა არსებობდეს, მე მგონა. ყველაზე კაი ვარიანტი უნდა გვეძინოს. ხო, კარგი ვარიანტია, მაგრამ რთულად მისაღწევი. მეგობრებო, გადმოვიცხოთ რაღაც ნახანი. და დონატეთ, რომ ნინის და თათიას 9 საათზე ეძინოთ. არ მოგვიწევს გაღვიძება. კი ბატონო. რეალურად ისტორია ისე არის, რომ ამ ჩემს სტილის არაფერს არ ვერჩი, იმიტომ რომ ფოტო მივუტანა, ვანახე და ზუსტად ისე შემჭრა, აღმოჩნდა რომ გოგო ფოტოზე ლამაზი და სხვანაირი ნაგდების ქონა იყო. და მე ცოტა ფანკარს გავარ. It's Polish, მეგობრებო. It's not French, it's Polish. მაგრამ იმ დღეს ეგრევე მიტინგი მქონდა. და სამსახურში პოლი გააკეთე სამსახურის ჩატში, რომელ ქარაქტერს გავარ. ბევრი მოსაზრება არის, ერთ-ერთი არის Edna Incredible-დან. God, no. No, მოსაზრება. მეორე მოსაზრება იყო, ველმა ქვია სკუბიდუში რო რეჟა გაგოა. ველმა ხო? თუ ვილმა, თუ ვიოლა, თუ ვიოლეტ, არ ვიცი. ველმა, სადღაც მანდ. Anyway, ერთი ეგ იყო. ანუ პროსტ ამ სიგრძის თმა ვისაც ქონდა, ყველას მიგამსგავსა ეს? ბობი ვისაც. ფარკვადი არ თქვეს? კი, შრეკიდან ლორდი. ეგეც გვაქვს, მაგრამ მე რადგანაც ჩემი თავი ცოტათი მიყვარს. ჰიუგო ერთობა. რადგანაც ჩემი თავი ცოტათი მიყვარს, მე ჩემ თავს ვამსგავსებ. Adam's Family-ის ფილმები გაქვს ნანახე. ვიცი ვიზაც ამბობ და ვაფშე და კი. დები ქვია მე მგონი. კი. ცოლად რომ იყვება ის ბოროტიტიფშა თესლინა შაროარე. ხო და პოლში ეგ მე დავამატა და მარტო მე მივეცი ხმა. ხო, მაგრამ ამით არ მთავრდება ეგ დღე. ნუ გავიგე რომ იმ მომენტში არ მომეწონა ჩემი ფანქარითმა. მეგობრებო, დამიწერეთ ვის მომსგავსებთ, არ მეწყინება. ანუ ძალიან ოკეი ვარ, გავერთოთ. მაგრამ ანუ ეგ არ იყო რა პრობლემა. თმა არის, გაიზდება. ჟეშტია რა. მაგრამ ანუ ეგ არ იყო პრობლემა. რამდენი ხანია პოლონეთში ვართ თათია? 2 წელზე მეტია, თითქმის 2 წელიწად ნახევარია. დაჟე ცოტა მეტიც იქნება. შენ კიდე ოქტომბერში მისულდება 3 კიდე წელი. უფრო მეტი, ხო? ყოველთვის ვაწყდება ერთი და იმავე პრობლემას და იგივე დამემართა ახლაც სალონში. მე მგონი ხვდები, რასაც მოყვები ახლა მიდი. ანუ ინგლისურად რო კონტაქტები მომსახურების სფეროში ან ნებისმიერ ადგილას პირდაპირ თვლიან, რომ საერთოდ გარტყმაში არ ხარ პოლონურის და საერთოდ არ გესმის რა. და ნუ რაღაცნაირად ჭარაობენ შენზე და ეგეც ოკეია, სანამ პირაც არ შეეხებიან. და მოკლედ ეს გოგო მჭრის, მეც რავი ცოტა მეტირება, იმიტომ რომ უკვე ძალიან ვნანობ ცხოვრების ამ გადაწყვეტილებას. და ყურზე გამკრა კომბი, სავარცხელი და მეტკინა და ოდნავ შევიშმუშნა და პოლონურად ამბობს. ოღონდ ანუ მეორე ნაწილი ზუსტად გავიგე და პირველი ზუსტად არ ვიცი, ანუ რა გონია თუ რაღაცა ამ ხელა ყურები რო გაქვსო რა. ვიცი. რას მიყვა? ოღონდ ეს ვიღაცას გამოგონილი ისტორია ეგონება. მაგიტო არ მოგიყევი იქამდე რომ ეს ეფექტი ვიღო. ვიღაცას ეგონება გამოგონილი ისტორია, მაგრამ არა, ანუ არა. ანუ რა რამ ხელაყურები ჯანმრთელად არის?
ხოდა მან უკვე ერთი რიცხვი გადმოვარდა და მე უკვე მნიშვნელობა აღარ ქონდა მომეწონებოდა თუ არა მისი შეჭრა. გონია ხა რომ გისმენ ძალიან ცდები, იმიტომ რომ ჯერ კიდე შოქში ვარ. ბატონო. იცი რა არის? შეიძლება ძალიან შემტევი და ესეთი ტიპი ვჩანდა გვერდიდან, მაგრამ მართლა ვერაფერი ვერ ვქენი. ერთადერთი უცბად გაოცებულმა ესე შევხედა რომ მაპატიერა დიდი ყურები რაღაც. მაგრამ ეგ არ არის რა პირველი შემთხვევა, ანუ იმენა მიჩვეული ვარ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ტიპები ლაპარაკობენ ჩემზე და თვალებში მიყურებენ და თან მიღებიან. გეცები ხავ ვცდილობ, ანუ ვცდილობ კი არა, ავტომატურად მომდის თავში ანუ ფლეშბექივით თითქოს მეც იქ ვიყავ, ფლეშბექივით მომდის ეს კადრები ახლა. შენ არ გაქვს გამოცდილი ეგეთი რამა? არა, მსგავსი. ყურებზე შენ ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვის, მაგრამ სეიმ რა პრობლემა აბსოლუტურად ერთი ზომის ყური გვაქვს დარწმუნებული ვარ, ანუ რა ლაპარაკობ. კომენტარებში შეგვიფასე. საუბრობთ ხალხო, მაგრამ ანუ იყოს whatever. მე ღმერთო დიდებულო. მე ეგეთი ტრავმატული გამოცდილება ერთი მაქვს, ოღონდ ნუ არა პოლონეთზე და მაგას მერე მოვყვები. პოლონეთში ერთადერთხელ შევიჭერით მა, შევეცდები ძალიან ორი სიტყვით მოვყვებ. ახალ ჩამოსულზე. არ ვიცი რატომ მომეცა ამდენი გამბედაობა, გადავწყვიტე რომ რა ქვია ამას curtain bangs, რაღაცა ისეთი გვერდზე ჩამოყრილი წინამორები თუ რაღაცა. 22-23 ტრენდი. ხო, აი კი რა, მაგ პერიოდის ზუსტად მაგ დროს ჩამოვედი და თქი ჩემი თვიზავ. თან ანუ რამე ხო ანუ ცოტათი ნიჭიერი ვარ რაღაცაში და თქი ჩემი თვიზავ. ეს წინამო გამოვიდა, მართლა გამოვიდა, ძალიან კაი იყო. იმდენად კარგი იყო ხალხო, რომ კიდევ უფრო მეტი გამბედაობა მომეცა. წამახალისა ამის კარგად შეჭრამ. თმასაც შევიჭრი. ჩემით, თლიან თმას და ოღონდ არის პერიოდი, როცა თმა ისედაც ასე მაქვს და ისედაც აბარშომ გაზრდა მინდა ამ თმის. Bob haircuts ატარებდი შანს? კი. აი რო ჩამოვედით მაგ დროს კაკრას რა. ისედაც გაზრდა მინდა, მაგრამ თან აი ცოტა ხელის შევლება უნდა რომ გამოვაცოცხლო ბოლოები თუ რაღაცა და მეთქი ხო ჩემი თვიზავ რაღაცა ესე blunt cut-ი რო არ იყოს თქო ლეიერები ან რამდენი გავბედე პროსტა ლეიერები გადავწყვიტე ხალხო რომ ჩემით შემეჭრა რა თქმა უნდა რაღაც კატასტროფა გამოვიდა პანიკურად დავიწყე ეგრევე ჩემს სიახლოვეს სალონების ძებნა და აღარ დავეძებდი რივიუებს აღარ დავეძებდი ინგლისურად საუბრობდნენ არ საუბრობდნენ დავიკიდე ყველაფერი და ჩქარა ეს ხდება ღამით სადღაც 11 საათისთვის და სასტრაფო წესით დავიწყე სტილისტის ძებნა თუ რაც ქვია სალონების ძებნა მეორე დღეს მივედი ის გოგო დამტრეული ინგლისურით მე დამტრეული პოლონურით რაღაცეებს ერთმანეთს ვაგებინებთ ესე მივაჩეჩე ეს ჩემი უკვე ის არის რა მივაჩეჩე სახეში აქედან დაიწყო ყველაფერი კი იცოჩი ესე მივაჩეჩე სახეში მეთქი ეს მინდა პოლონურად ვეუბნები ამ გოგომაც რაღაცა იჩალიჩა გამოვიდა ანუ აჩეხილი აღარ იყო ის რაღაცა აჩენჩხლილი საშინლად აღარ იყო просто მქონდა დაახლოებით 70 ანუ nothing personal 70 წლის ქალის მარცხნილობა მქონდა კარენი იყავე? კარენი არა კარენი უფრო ისეთი აგრესიული სტილი აქვს კარენს თუ რაღაც პიცისად ხო აი რაღაცა ეგრე არის კარენი ხო ასე ხარ და მე ვიყავი აი პენსიაზე დაქალები ნიცაში რომ მიდიან დასასვენებლად. ეს რაღაცა მომრგვალებული თავი და რაღაცა. ეს რაღაც მომრგვალებული. არა, ეგრე, არა, ანუ აი ეგრე რომ მქონდა და ჩანაფიქრი ეგ იყო, ოღონდ ლეიერებით მინდოდა რომ კაკრას ესე შებრუნებულიყო შიგნით თმა. გამომივიდა რაღაცა, მე თავიდან დავიწყე გაზრდა და იმის მერე 2 წელიწადში კი მივიღეთ რაღაცა შედეგი. არა, ძალიან კარგი შედეგი, ძალიან. მე თქონია რომ ნორმალურად იზრდება 2 წელიწადში. ჩემს საახლობლოში ყველაზე ჯანსაღი და სლიკინა თმაგა. მე ამაზე კარგ კომპლიმენტს ვერავინ ვერ მეტყვის. თუ გაინტერესებთ თათია როგორ უვლის თმას კომენტარებში დაწერეთ და ტიპებს მოიცემება. ტრიქები რამდენიც გინდათ 2-3 კარგი უტყუარი ტიპი და ტრიქი მაქვს. ამ ისტორიას იცი რა ეთყობა სანამ თავარ თემაზე გადავალთ, რომ აი გდანსკში ცხოვრის პერიოდში საერთოდ არ ქონდა ჩემთან შეხება. არანაირი. იმიტომ რომ ნინის საყვარელი mental breakdown-ის coping mechanism რამდენი არა ქართული ტერმინი გამოვიყენეთ ძალიან დიდი ბოდიში. ღამის 11 საათზე მაკრატელს ვიღებ, შევდივარ საბაზანოში და მე რაც ხდება ყველა საკვირვებს.
მაგრამ რადგანაც სტილისთან დავიწყე სიარული, გინდა პოლონურად ჩემს ყურებზე ილაპარაკოს, გინდა იმაზე, არ ვიცი, ანუ რახანაც ჩემით აღარ ვიჭრი ჩოლკას ასა და მე ნამდვილად შრეკის ლორდი არ ვხვდები, ვერ ვამბობ მაგვარს. ლორდ ფარკვადი. აი, მე გაგიზიარებს ჩემი შეჭრილი ჩოლკით ფოტოებს და ის ნამდვილად ეგ არის. ერთ-ერთში თან მოკითმეთ. ჩემი კიდე ერთი დაქალიჭრის თმას საოცრად, იცი შენ ვინც ხარ? გინდა შეგჭრა? ცადოთ, ეხლა შენზე ვცადოთ. ჩემთან შევეშვი და შემიძლია შენზე გადმოვიდე. არა, შენ სტილისთან უნდა მივიდე, რომ მეც გამჭოროს, ძალიან მაინტერესებს. ჩემ სტილისთან უნდა მიხვიდე, რომ ნახოს ნამდვილად პატარა ყურები რა არის, ხო? ეს არის შვილო პატარა, კაი თუ ძმა ხარ, ანუ არა, კარგი სტილისტია. რასაც ანახებ, შეგჭრის, უბრალოდ გათვალე, რომ პარალელურად გაგჭორავს ახლა რა მოხდა? აღარც გაგჭორო. აღარც გაგჭოროს ვერ გავიგე. აგერ საშუალება არის, რომ არ ესმის, გინდა თუ არ ესმის. Anyway, ზოგადად ძალიან კარგი გამოცდილება მაქვს პოლონეთში, განსაკუთრებით ვარშავაში. სტილისტებთან ძალიან მოგატყუებ. იმიტომ რომ მართლა ფანქარი თავითაც გამოსულ არ ხალხო ეგრე არ არის. რისკიანი ტიპი ვარ, მაგრამ ანუ სულ რო გამახინჯებენ და იმაზე უარესი ხდები, ყველა ჯერს ვიდრე იყავი, not fun at all. მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში ძალიან ბევრი რაღაც არის, ისი მადლიერიც ვარ, ძალიან მომწონს ვარშავაში. და რაღაცნაირად პარალელებს არ მინდა ხოლმე რომ გავავლო, მაგრამ რომ ვავლებ აუცილებლად ხოლმე თბილისთან. მეტი ხოლმე თქვა შემიძლია? ხოლმე. ბევრი კარგიც აღმოჩნდება ხოლმე და ხოლმე. მოდი ამ თამაში ავეხოთ რა, წაღან ვახსენეთ, რომ 3 წელი სრულდება რაც აქ ვარ. საერთოდ როგორ გაჩნდა ის იდეა შენ ცხოვრებაში რომ აქ უნდა წამოსულიყავე? აუ ვერ წარმოიდგენ, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება იმას ვამბობდი, რომ არასდროს აქედან არ წავალ თქო საქართველოზე მაქვს საუბარი, ვერაფრით ვერ წარმომედგინა, რომ ასე მეგობრებისგან შორს, ოჯახისგან შორს შეიძლებოდა ზოგადად არსებობა. იმიტომ რომ ძალიან სოციალურ ტიპად მიმაჩნია ჩემი თავი და მეგონა რომ აი მოვკვდებოდი, აი წყურვილისგან მოვკვდებოდი ხალხის, აი იმ ჩემი მეგობრების და რაღაც. მაგრამ რაღაც მომენტში ძალიან რენდომად რეზიკოს შესთავაზეს სამსახური აქედან, აქაურმა კომპანიამ. და რეზიკომაც ძალიან შეხადაობით, რომ პოლონეთში ხარ წავიდეთ და მეთქი რა ვიწავიდეთ. ანუ თავარია შემომთავაზო, მოკლედ რასაც დავაკვირდი, რომ რაღაცა კარგი იდეას თუ შემომთავაზებ, წამნახევარი ალბათ დავფიქრდები და მე ოკეი, წამო, ვიძახი და всё. მოვაგვარეთ საბუთების ამბავი, ჩავბარგდით, მთელი სახლი ჩავალაგეთ. ძალიან ემოციური მომენტი იყო. მთელი სახლი. წყალი დალია. წყალი. 5 დეკემბერს დილის 4 საათზე თუ 6 საათზე გქონდა ფრენა და გამოვფრინდით. ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე კაი გადაწყვეტილებაა, რაც კი ოდესმე მივიღია ცხოვრებაში. ჩემს შემთხვევაში, ანუ მე ძალიან ბევრჯერ მithქვამს, რა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, თქვა, მაგრამ ანტიდეპრესანტებსაც მაგას ვამბობ ხოლმე. ბევრ ამაზე ვამბობ მაგას. არა. ზოგადად მარტივად ვიცი რაღაცებზე დამოკიდებულება და ვარშავას დასჭირდა ზუსტად 1 კვირა იმისთვის, რომ ისე შემყარებოდა, რომ სხვაგან წასვლის იდეაც მაგიჯებს და ჭკვიდან გადავყავა, ეგრევე სპაირალში გადავდივარ რა. ნუ ეგ ჩემი პრობლემაა, მაგრამ რაღაც ამბავში ჩემთვის ვარშავა იმდენად გავს თბილისს და პირველივე წამიდან აეროპორტიდან არ ვიყავი გამოსული ეგრევე ვიგრძანე, რომ წამოვიდა ის შეგრძნება, რომ აქ რა გადმოვედი თითქოს არსად არ წასულ ხარ? ოღონდ თან სუფთა ფურცლიდან შევძელი ცხოვრების დაწყება თავიდან თბილისში. ანუ ჩემ შემთხვევაში იგივე მოხდა, რაც შენ მოყევი საერთოდ როგორ წამოვდი, უბრალოდ გამიზნული იყო სამსახურის მოძებნა ქვეყნის გარეთ. ნახეთ სამსახური და წამოვედით 23 კილოიანი ჩანთით, 23 კილოიანი ჩანთით, იქ ჩავდე რავი, ჩემი ყველა სიყვარული მოგონება თბილისთან ასოცირებული რაც კი გამოჩნდა. 1 კილო მჭადის ფქვილი, ცოტა ხმელილობიო, გიორგისთვის 1 ლიტრა ბორჯომი და მწვანე ტყემალი და ჩამოვედით. ოღონდ მაშინ ვიყავი მე 23 წლის. ამ გადმოსახედიდან რა ვუყურებ ხლა რა დრო გავიდა ხო 26 ვარ 27-ის ხვდები. ძალიან პატარა ვიყავი ამ ხელანაბიჯისთვის. ან მე ვიცი რომ ბევრად უფრო პატარა ასაკში დგავენ ამ ნაბიჯებს და ძალიან უარეს ნაბიჯებსაც დგავენ.
ჩემი თავით მამაყოფ, უბრალოდ იმის თქმა მინდა. ძალიან სწორშვები, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი გადაწყვეტილება იყო ჩემი აზრით, გინდა თქვენი წამოსვლა და გინდა ჩვენი წამოსვლა. ნუ ფაქტია რა, ჩვენ როგორც წყვილი, არა როგორც მარტო ცოლ-ქმარი, როგორც მეგობრები, ახლობლები, ცალ-ცალკე ადამიანები, ინდივიდუალური ადამიანები, ამ 3 წელში ისე განვითარდით. დღევანდელი განმსახედიდან ჩემთვის რო ვუყურებ, აი თბილისში ვინც დავტოვე ნინი, რომელიც იყო, Manic Pixie Dream Girl-ი წაღან რო ვიხუმრა ზუსტად. ანუ აქ ის გოგო ვაფშე აღარ არის. და რაღაც ამბავში ძალიან მწყდებოდა ხოლმე გული ძალიან დიდხანს, მაგრამ ახლა დავემშვიდობე, ბედნიერად იყოს როგორც არის იქ. სადაც არის როგორც არის, კი. ბორჯომი აქ რო დავინახე, მანდ მივხვდი რომ აქაც შემეძლია სმა გავაგრძელო. იმიტომ რომ შვიდად გამოვალ მერე ნაბახუსევზე? მე რო ბორჯომი აქ დავინახე, ბორჯომი საერთოდ არ მიყვარს. ბორჯომი საერთოდ არ ეგ რეაქცია არ მქონდა, გიორგის უყვარს ძალიან, მაგრამ მე მართლა პირველად ისტორიული ტრილი დავიწყე Ocean-ში. ბორჯომი რო დავინახე, თითო ბოთლი 10 ზლოტად, რომელიც არის დაახლოებით 7 ლარი. გაუზრდიათ ფასი, ნუ ახტაბა. მართლა ტრილი დავიწყე. ქართული რაღაცები ისეთი ფასი ღირს, მართლა ტვინში სისხლი ჩაგექცევა. რაც კი რამე მხდება ხოლმე ხა ჩვენთან რომ მოლი არის მანდარის საცხობი და ამ საცხობში ხაჭაპური, ოღონდ ხაჭაპური, აი ჩვენ ბავშვობაში რო სკოლებთან იყიდებოდა ხოლმე მომგებიანი ხაჭაპურები თუ გახსოვთ ვინმეს ხალხო? მომგებიანი რას ნიშნავს? ყველს თუ იპოვი რომ მოიგე, ანუ ცარიელი ცომი, მაკარონი, ხაჭო, რაღაცა. Anyway, კი ბარამ ამ თემაზე ლაპარაკობდა ფენოვანი ხაჭაპური თუ მოგენატრა ლუკა რო არის ქსელი აქაური იმათ აქვთ ფენოვანი ხაჭაპური კი ოღონდ ხაჭაპური არ ქვია რაღაც ქვია მაგრამ ფენოვან ცომში აი ზუსტად მადას ცომი რო არის ეგეთი ცომში ჩატენილი აქვთ მაკარონ არავე ყველა ოკეი cool ძალიან მარტივია ეგ ძალიან შემიყვარდა მე ქსელი საერთოდ იმიტომ რომ ძალიან კარგი პრეცელებია ერთი წუთით კეითი პერი რო გაფრინდა ნახე თუ გინდა რომ გამაბრაზო ამ თემაზე უნდა მელაპარაკო ოღონდ მართლა. ანუ თითქოს პრობლემები გვაკლდა სამყაროში და უფრო მნიშვნელოვანი თემები არ იყოს საერთოდ თუ რაღაც. ანუ ძალიან დიდი ხანი მიდიოდა ეგ კამპანია რა TikTok-ზე მე TikTok-ის ძალიან აქტიური მომხმარებელი ვარ. ძალიან 20 დღის მერე ნახულობ ჩემჩაგდებულ TikTok-ებს. ანუ ეგ არ ითვლება ფიდზე ვნახულობ. ანუ Instagram-ზე და TikTok-ზე დაირექტში არ უნდა მომწერა, იმიტომ რომ არ ვნახავ არასდროს თუ რამე პრობლემაა Messenger-ში ან დამირეკა. იმიტომ რომ ეგეთი fuckboy პიროვნება. ხა და მოკლედ რაღაც 20 დღე თუ 1 თვე ამ ლაპარაკობენ Katy Perry ძლივს მიდის კოსმოსში რაღაცები და ის ამდენი ხანი მგონია მიმი. იმიტომ რომ დღევანდელ კი, იმიტომ რომ რეალობად ბოდიში რო გაგაწყვეტინე, ვერასდროს ვერ დავიჯერებდი. თუ ეგ შეიძლებოდა ოდესმე რეალობა ყოფილიყო. ანუ რავი, ყველაფერს დავიჯერებ აწი ამ სამყაროს გადამკიდე საერთოდ და ანუ fake news არ მგონია რომ fake news-ი აწი არსებობს. ყველაფერს პირდაპირ ვიჯერებ, ოღონდ მართლა იმდენად აღარაფერს აღარ გამავიწყო. იმდენად ძალიან დასაშვებია რომ ის fake არ იყოს და ვიღაცა მართლა გააკეთოს ეგეთი რამე. მაგალითად Katy Perry. მაგრამ ანუ მან თავი ის არ არის რომ all woman crew იყო და რაღაცა მაგაზე კიდე ჩემი მოსაზრებები მაქვს ბეზოსმა საერთოდ რატო გაუშვა თავისი პარტნიორი როგორი ძალიან მაგარი PR კამპანია იყო რომ იმდენად სანდოა მისი ახალი ტურისტული კოსმოს თემა რომ ანდობს მარტო გაუშვას თავისი პარტნიორიც კი საყვარელი ადამიანი მაგრამ Katy Perry-ის თემატიკა საერთოდ ანუ რო დავინახეს ვიდეოები მეგონა მიმი იმიტომ რომ რა კოსმოსში მიდის თუ რაღაც რა მაგრამ დიდი ხანი მეგონა რომ მეთქი ეს არის რაღაცა დადგმული AI მიხმარებული იმიტომ რომ ანუ კოსმოსში მიდიხარ დედამიწა უნდა დაინახო. კაი, ანუ რატომ მიდიხარ და რაღაცებს თავი გავანებოთ რა. პროსტო კოსმოსში მიდიხარ, დედამიწა უნდა დაინახო პირველად ცხოვრებაში შენი თვალით. შენ ყვავილს მანახებ? და გვირილას მანახებ? ანუ კამერაში იყურები დაჟე ისიც არ არის რომ აი გარეთ იყურებოდე და იმას ანახებდეს კოსმოსს ანახებდე ამ გვირილას ხო ანუ სიმართლე რა გითხრა ერთადერთი რისი ხათრით ვუყურე საერთოდ მაგ ვიდეოს ჯერო ის რომ 11 წუთი იყვნენ სულ და ანუ კოსმოსში არც გასულან edge-ზე იყვნენ მაგრამ ნუ მაინც მაგარია იმიტომ რომ მე ცხოვრებაში ვერასდროს ვერ ვიზავ მაგას მაგრამ მაგარია მარტო იმ კუთხით რომ გამბედაობა გაქვს cool მაგრამ ანუ რავი მეორე მომენტიც არის ბოდიში კიდე ერთხელ გაგაწყვეტინებ მაგრამ
ვერ ვიზავ ერთია და არ ვიზავ მეორეა. ამხელა ფული რო იხარჯება მაგაში, მაგისი ნახევარი რამდენს ეყოფოდა, იცი? რამდენ კარგ საქმეს ეყოფოდა, იცი? ძალიან ფილანტროპიაში გადავდივარ. ან მაგაზე სულ შეგვიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ და ზოგადად მე მომხრევა რომ ვისაც ფული აქვს, რაშიც უნდა ხარჯო. ჩემს დედამიწას რო აზიანებ იმისთვის რომ შენ 6 წამნახევარი დააყოვნო age-ზე და მე ჩამოხვიდე მიწას აკოცო და ასტრონავტად მოიხსენიო თავი და ისე რომ ითიც არ მიმღერო კოსმოსიდან რისთვისაც გიყურე საერთოდ რო რამე ანუ რისთვის წავიდა რა ყვავილი ენახები არ აქ მართლა ანუ ამ ხელა საშუალება გაბრაზდი მაგარი გაბრაზებული ვარ იმდენი კონსპირაცია თეორია წამოვიდა საერთოდ ამ ლოგოებზე და რაღაცებზე და საერთოდ რო არ ყოფილან თუ რაღაც მაგრამ ანუ ეგეთ რაღაცებს საერთოდ არ მოსვან კიდე იმიტომ რომ წინაზე ლაპარაკობთ კაცებში red flag-ზე ჩემი მთავარი უდიდესი red flag-ია tips რო კონსპირაცია თეორიების ჯერა და განსაკუთრებით ვისაც შეერა ბრტყელი დედამიწის ღმერთო მაგრამ აი მზადვარ ოჯახის წევრი დავკარგო მაგ კონსპირაცია თეორიის გამო მართლა მთელი გულით არ მესმის ამდენი მტკიცებულება როცა არსებობს და ამდენი ხელმისაწვდომი ინფორმაცია რო არსებობს მართლა ენციკლოპედიებს ხო გავცდით ხალხო უკვე ინტერნეტი არსებობს მეგობრებო აი ნინის და თათიას ენდეთ რომ დედამიწა ბრტყელი არ არის შეიძლება სამკუთხედია მაგრამ მე ბრტყელი ნახდათ არ არის სამკუთხედია პირამიდა შეიძლება არის მაგრამ ბრტყელი არ არის ო პირამიდებზე კაია კონსპირაციებზე ლაპარაკობთ და კონსპირაციებზე ლაპარაკის გარშე არ შეიძლება რომ Severance არ შევეხოთ ვიცი რომ გავიდა თემა მაგრამ მესამე სეზონი ოფიციალურად ხარ მოუყვები ხალხს საერთოდ შენი და Severance-ის შეთამაშების ამბავს თათია იმიტომ რომ მე არ მოუყვები იმიტომ რომ ძალიან გავბრაზდები პროცესში და აგერ ჩემს წყალს დავვლევ და გისმენ ანუ სანამ აი მართლა ვერ ხვდები საიდან დავიწყო ხალხო დეტალი არ გამომიტოვა ჩამიმატე თუ რამე Severance-ის მეორე სეზონი რო დაიდო მე წარმოდგენა არ მაქვს რომ არსებობს ეგეთი სერიალი ზოგადად და ნინი და გიო გამოსულები არიან ჩვენთან და ძალიან აქტიურად ცდილობენ მოგვიყვნენ რამდენად მაგარი სერიალია Severance-ი და როგორ აუცილებლად უნდა ვუყუროთ და პირველი სეზონის რაღაცა პლოტის ნაწილი მოგვიყვნენ რომ აი კეჩი ყოფილიყო და დავინტერესებულიყავით რაც კი მარკეტინგულ სფეროში გამოცდილება მქონია ყველაფერი ჩავდა იმიტომ რომ ძალიან იშვიათად როგორ რამე მომეწონეს მედიადან რომ ამდენად მინდოდეს რომ ჩემმა მეგობარმაც გაიზიარეს ჩემი ემოციები ანუ მართლა ესეთი პრომოუშენი ანუ რეკომენდაციაც არის და რეკომენდაციაც არის რა და ან მართლა ძალიან ბევრი ილაპარაკეს იმაზე რამდენად მაგარია Severance და რამდენად აუცილებლად უნდა ვუყუროთ ამ Severance ну კაი გადის რაღაც პერიოდი 2 დღე 3 დღე ანუ ერთი რაღაც გავიწყდება ეს ერთხელ გამოსვლაზე არ იყო დაახლოებით 5 ჯერ პრეზენტაცია მართალია PowerPoint-ში გავხსენი დადგა პროექტორზე გააშუქა 5 ჯერ და რამდენიმე დღის მერე ბოლო პრეზენტაციიდან რამდენიმე დღის მერე რეზიკომ არ ვიცი მე მეგონა რომ ძალიან რენდომად ჩართო Apple Plus-ზე Severance-ი დავიწყეთ პირველ სერიას ვუყურეთ მეორეც მივაყოლეთ მესამეც მივაყოლეთ და ანუ უკვე შოქში ვარ ისე მომწონს ეს Severance-ი უკვე ჭკუაზე არ ვარ და მეთქი ნინის უნდა ვუთხრა მაგრა გაუსწორდება მეთქი და მივწერე ნინი და ეს სახის ჩამოხოკვის სმაილებით და რაღაცებით რომ ეს ძალიან მაგარი სერიალი უნდა ნახო მეთქი არ არსებობს გიოსაც უთხარი მეთქი უეჭველი უყურეთ რა ამ სერიალს ძალიან მაგარია თქო Severance მაგარი აი ცვეჩი აღარ ანუ ერთი წამინდა ჩავამატო შენი რეაქცია მე შენ არ წერს Severance სახელს რა ანუ პროსტ ამ წერს რა რაღაც უთესლეს სერიალის ყურება დაიწყო და აუცილებლად თელმახალ ანუ ყველამ უნდა ვნახოთ და უკვე ვიცი რაზეც მეუბნება იმიტომ რომ ერთ-ერთი სერიალი ბოლო პერიოდში რაც მსგავს ემოციას იწვევს არის Severance და ანუ უნდა მივწერა რა თათია რომელ სერიალზე მეუბნების სახელი რომ ამწერა თუ შეიძლება და წერს აი Severance ქვია Apple-ზე დევს მაგრამ აი გაგიზიარებთ თუ რაღაც და მეთქი
თათიასთან არაზრუს ანუ არ ვკამათობ ხოლმე, ანუ რაღაცაზე როგორ არ ვკამათობ ჯანსაღად, მაგრამ ანუ არ ვუბრაზდები ხოლმე არაფერს. სიმწრის რამლები გეწყინა ხო? მაგრამ ეწყინა. ანუ მეთქი გავიგერო თევზია თუ რაღაც, მაგრამ ანუ ამდენად თევზი არ იქნება მაშინ, ანუ გამკიდიო არა თუ რაღაც. ამდენად არ მისმენს, ანუ წკედა ადამიანები გაგიზიანებენ. თვალა რომ იმდენად არ ვუსმენდი, რომ არც გამიგონია ამ სევერენსის შესახებ. მართლა მეგონა, რომ წარმოსახვითი კედელი გაქვს ჩემთან გაკეთებული და საერთოდ რასაც გეუბნები ბლოკავი, იმიტომ რომ მე მაქვს ცალკურ ადამიანზე. ვუშვებდი და ცალში გამომქონდა. არც უშვებდი კედელი. არც ვუშვებდი ვაფშე, ოკეი. ასე უყურე თათი სევერენს, მაგრამ უყურე სევერენს, მე რაღაცა ეპიზოდი ბოლომდე არ იყო დადებული ეპიზოდები და რამდენჯერმე ერთადაც ვუყურეთ. კი. და ნუ ნამდვილად შევთანხმდით, რომ ძალიან მაგარი სერიალია სევერენსი, მაგრამ შეუყურეთ. ჩვენი inside joke-ია, ამის მერე თათია რო თევზობს ხოლმე. მაგით ვიწყნარებ თავს. ვინი კიდე არაფერი, აი გიოს ვყავარ ძალიან თიძა დახვეული მაგამ ბავში. Anyway, მესამე სეზონი გამოდის და სევერენსების თემა უკვე ჩაიღეჭა, გადაიღეჭა, ყველამ ვიცით რომ უმაგრესი სერიალია და თათი ამაც კი უყურა. ანუ, კი. მაგრამ აი ეს რაღაც მეინტერესებს. შენ რომ აი ბაზარზე და სევერენსები რო შემოსული იყოს, აი ვარშავაში ზლოტი ტერასაში მიდიხარ და სევერენს ყიდულობ შენი თავისთვის. რისთვის იყიდებოდი? ეხა უყურე განვლილი რაღაცეებიდან ძალიან ბევრ რამეს დავისევერებდი. ეგრე არ მუშაობს სამომავლოდ. სამომავლოდ მე მგონი რო არ მოგატყო. კაი, ვატრაკებ ერთ წამი, ძალიან ვატრაკებ. კბილის ექიმთან სიარულს აუცილებლად დავისევერებდი მაგ ნაწილს, თავს საწყალი ჯემა. აუცილებლად დავისევერებდი თავს მაგაზე. ჯემა უთესლესი ზოგადად ნებისმიერ ექიმთან სიარულზე აუცილებლად დავისევერებდი თავს, იმიტომ რომ ანუ აი ნემსის გაკეთებაზე, სისხლის აღებაზე ცუდად ხვდები ბოდიში. ვინმეს თუ გატრიგერებთ, იმიტომ რომ მარტო თათიას ხომ უნდა ატრიგერებდეთ. მარტო მე ხომ ვტრიგერდებოდი, ახლა რა ვიცი. ხო, კიდე რაზე შენ რაზე დასავერდებოდი, მე მოვიფიქრებ მანამდე კიდე. ერთი ზუსტად ვიცი, რომ ლენდლორდის მოსვლაზე მოკლედ ყოველ ერთ წელიწადში აქ ხო სახლი ნაქირავები გვაქვს და ხელშეკრულებას თავიდან ვდებთ ხოლმე. ოღონდ ამისთვის ჩემი ლენდლორდი, რომელიც არის 60 წლის უმაგრესი ქალია, რომელსაც ჩემი ქმარი უყვარს. ანუ მე ოკეი ვარ უკვე ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ მადლიზა არ გვიზრდის ქირის თანხას და ანუ აღარ ვჩევე. მაგრამ ანუ იმდენად anxiety-ში მაგდებს ყველა ამის იმას, ვაღონ იმიტომ არ არა გიორგი უყვარს, უბრალოდ იმიტომ რომ რამე არ შეამჩნიოს, რამეზე პრეტენზია. ხო, სახში თუ. ხო და მწხვენია, ანუ მოკლედ რაც სირცხულს იწვევს, ოღონ ანუ ყველაფრის ეგრე მარტივად არ მწხვენია ხო. აი რაღაცა იდიოტობების მწხვენია. რაც სირცხულს იწვევს, მაგაზე დავსევერენს. whatever ანუ რაც ქვია. მაგაზე მაგას იზამდი. კი, აი მაგალითად, ჩემს უფროსთან ხელფასის მომატებაზე შესასვლელად ძალიან მარტივად. აი სადაც ხაზების საზღვრების გავლება მიჭირს. საჭირო, ხო. და ვერ ვშვები, იქ ძალიან დიდი სიამოვნებით. კბილის ექიმთან რაღაცებთან არა. კბილის ექიმთან სიარული ჩემთვის ისეთი რაღაცაა, რომ სულ ვიცი მაგრამ ეგ ვარშავაში გადალახე და თქვი ეგამბავი. კაი, ხო, ვაღიარებ კი არა, ვიამაყებ, მოდი, ვარშავაში გადავლახე და ჩემით მარტო დავდივარ კბილის ექიმთან 30 წლის ქალი. და თქვი რატომაც, იმიტომ რომ შეუდარებელი სერვისი აქვს. წამნახევარში ვერ დავუკარგავ. ანუ საოცარი. მართლა წამნახევარში მუშაობენ, ნემსისი აკეთებენ, რომ ოდნავაც თვითონ გამაყუჩებლის ნემსის გაკეთებასაც კი ვერ გზნობ, არ ვიცი რანაირად, ოქროს ხელები. ხო, პროსტა ეგენიც რომ მჭორავან, იცი? ვიცი, მეც მჭორავ. რა ქვია იმ ქალს? პაულინა არ ქვია, მე და შენთან რო დავდივარ. პასტერნაკი. აი ქალი. მეც გაუჭორი ვარ ჩავის იმასთან ასისტენტთან რამდენჯერმე და მე ერთი-ორჯერ მეთქვანს რომ პოლონურად რაღაცა ვუპასუხე და რომ ვუთხარ რომ ცოტა მესმის თქო. იმის მერე უბრალოდ ჩუმად ზის ხოლმე. ანუ ესე იგი მანამდე რასაც ლაპარაკობდა და რაც მე არ ვიცოდი და არ მესმოდა, უეჭველი პირდაპირ ჩემზე იყო გავლებული, მთელი მაგათი conversation-ი აწყობილი იყო ჩემზე. იცი რა მითხარი შენ? კაი, კვირის ეს რეტროგრადული სიახლეები მოვყავით. ერთ-ერთი თემა ის ვქონდა რომ მომენტად ძალიან open-ი არის სიტუაცია. და open-ი არის ტალახი? თუ აი კონკრეტულად მაინტერესებს მაგ ტალახში მე ჩავრჩი და მესამე დღეს ამომიყვანეს მართლა. ეგეც მაგ ტალახის გამო ბოლო open-ერზე რომელზეც ვიყავი, ფხიზელი ვიყავი, იმიტომ რომ მანქანით წავედი. რომ
მე უკანაც მანქანით წამოვსულიყავი. ხიზელი რა გამაძლებინებს მაგ ჯიქიდან ვთბებოდი ნინი. მართლა ყველა საწვიმარი შიგნიდან დამისველ და ბოლოს ან კონდენსატი და იმიდან კაპიშონიდან შიგნით შესული და კეფაში ჩასული და ძალიან საშინელება ხდებოდა 2-2 და 3-3 თან ჩემი საწვიმარით ვიყავ წასული ის TBC-ის რაღაც პარკები არ მქონდა ანუ იმენა ჩემი კარგი ხარისხიანი საწვიმარით ვიყავ მაგრამ ალბათ მაგასაც რაღაცა პერიოდი აქვს რომ ამდენი საათი უძლებს და არა 24 ამდენ ლიტრა წყალს უძლებს ან ლისის იმას ნალექს წარღუნას ვერ მაგრამ მივხვდი რომ ოფენერი აი იმენა ლისის ტბის თბილისური ოფენერი თავისი 3 საათიანი ტაქსში ჯდომით გადახდილი 55 ლარით ტრანსპორტირებაზე ბოლოს ჩვენ ფეხით ავედით მე ფეხით ჩამოვედი, თან ტიროდი ისა. ანუ აი 3 დღე ხო იყო თუ 2 დღე რამდენი იყო? 3 დღე ხო იყო. პირველ დღეს ვითომ ტაქსით გვინდოდა ასვლა და რავი ნუცუბიძის მეორე სასახლეში ჩამოვედით ამ ტაქსიდან და ავედით ფეხით. მეორე დღეს პირდაპირ გადავწყვიტეთ რომ თასვლელები ვართ და ავასკდით ფეხით. ჯანმრთელობა. ძალიან. ხო იცი როგორ მიყვარს თან ეს აღმართებზე სიარული. თათი არის ჰაიკერი. და ანუ ვინც იცი და ვარშავაში ნამყოფი ხარ, კაი ჰაიკინგ პლეისები ურჩიეთ ძალიან გთხოვთ. კი, ძალიან მჭირდება, ვარშავაში მით უმეტეს ისეთი აღმართებია, რომ იცით რომ ვარშავაში არის ზუსტად 2 აღმართი? და 2 დაღმართი, აი გაგიკვირდა. ანუ 3 გრადუსიანი თუ რაღაც, ძალიან მოკლედ ვარშავა ბრტყელია. დედამიწა არა. და მესამე დღეს უკვე იმდენად შეწუხებულები ვიყავით ამ წუწაობით და ფეხით სიარულით რომ ავედით მანქანით, ავედით კაი 1-3 საათით ადრე სანამ ალჯეი დადგებოდა მოკლედ რომ ვთქვათ. ძალიან კაი. კაი მართლა ძალიან კაი იყო. ძალიან ვისიამოვნე, მაგრამ ვიყავი ფხიზელი. წლევანდელი ლაინაპი არის სრულიად ქართული შემოქმედება და შენი დამოკიდებულება ვიცი, მაგრამ მე ძალიან მიყვარს და ისე მწყდება გული. ეგ ძალიან გიხარია შენ. მიხარია რა იქ არ ვარ. ანუ იქ რო არ ხარ, მაგაზე არ მაქვს საუბარი, ლაინაპი მოგეწონა. არა, ლაინაპი ძალიან მომეწონა, ძალიან გამისწორდა, ძალიან შეესაბამება იმას, რაც ხდება ახლა ქვეყანაში და არ მინდოდა რომ გაუქმებულიყო საერთო ჯამში, იმიტომ რომ გაუქმდა? არა, ანუ ბევრი წინააღმდეგობა წამოვიდოდა, დარწმუნებული ვიყავი ლაინაპი რომ დაიდებოდა და ეს იყო საუკეთესო მარკეტინგული გათვლა ჩემი აზრით, ძალიან ნაციონალური, კარგი მიდგომა იყო. მე მაინც წავიდოდი აუცილებლად. ჩისტა მხარდაჭერის თვალსაზრისით. ანუ ახლა რომ ვიცი რომ ვაკლდები, ისეც ვდად ვხდები. გულეგ წხდები. შენ ვიცი რა ძალიან არ გიყვარს სიტყვა ემიგრანტი რა და შენ თავზე არ იყენებ საერთოდ. ცდილობ უყურე ზოგადად ჩემ თავზე რა სიტყვა გამოვიყენო, არ ვიცი, იმიტომ რომ ემიგრანტი არ მოწონს და ექსპატი კიდე უფრო არ. რეალურად ექსპატის დეფინიცია არის ყოფილი პატრიოტი. და ყოფილი აქ არავინ არ არის. მაგრამ ამასთან ერთად ერთი მომენტი დავამოღამე, რაც ყველაზე მტკივნეული იყო, რაც წამოვედი იმის მერე ემიგრანტობაში. და ძალიან მინდა რომ ვთქვა. მე პირადად მაგ შეგრძნება, იმის მიუხედავად რომ აქ ძალიან კომფორტულად ვარ და კარგად ვარ და არავის თავს არ ვახოვ ამას, მაგრამ მაინც ანუ იმას ვამბობ, რომ აი დასაწუწუნებელი ბევრი თითქოს არაფერი არ მაქვს რა, მეც მუშაობა დავიწყე, შევდექი ახლა კი ბევრი პრობლემა მაქვს ამ ყველაფერს, მაგრამ არ მინდა ბევრი ლაპარაკი მაქვს თემაზე. იმის მიუხედავად რომ სახლიც მოვიწყე, ცუგო მოვიყვანე, რაღაცა მეგობრები მყავს, მეგობარი უახლოესი მეგობარი მყავხარ აქ და ასე შემდეგ. არასდროს არ მოვიდა ის განცდა, რომ სახლში ვარ. 2 წელიწადნახევარი არ კეთდებოდა ჩემი საბუთი და რეალურად ეხლა ვიყავი ცოტა ხნის წინ ჩამასული თბილისში. 2 წელიწადნახევარი ის განმავლობაში არ ყოფილვარ. თბილისში რომ ჩამოვედი 5 დღით, მანდაც იგივე განცდა მქონდა, რომ სახლში არ ვიყავე. და ზოგადად სახლი დაკარგეს. ანუ ლიმბოში ვარ, ოღონდ ახლა არ ვიძახი რომ რომელიმე 60 ან რომელიმე ჯოჯოხეთში, მაგრამ სადღაც ლიმბოში გავიჭედე, არც იქინა მიმიღონ, არც აქ გავჩერდე თემა მაგ, ანუ ყველანაირი ხუმრობის გარეშე თან. ეს ახლა მე ვცდილობ რომ ცოტა გავაისხრო, არა, ძალიან მესმის რასაც ამბობ. საჯანდაბაში ეს სახლი. მართლა. იცი რა არის, ერთი რაღაც მე მაგაზე ვიფიქრე ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ზუსტად იგივე შეგრძნება მქონდა პირველად რომ ჩავედი თბილისში აქედან, ანუ წამოსვლის მერე პირველად რომ ჩავედი. და ზუსტად იგივე შეგრძნება მქონდა მეც. აქ ჯერ არ იყო სახლი, იქ უკვე აღარ იყო სახლი. მეთქი აბასად არის სახლი. მაგრამ გაითვალისწინე და იფიქრე, შეიძლება მოგეხმაროს მაგაზე ფიქრი,
რომ იქ იცხოვრე 20 რამდენი წელი. 23 წელი. ჩემს შემთხვევაში 28 წელი ვიცხოვრე თბილისში, ხო? შესაბამისად ის ძალიან დიდი დრო ქონდა იმისთვის, რომ სახლი გამხდარიყო. ეგეც მართალია. და მე ეხლა დავიწყე ვარშავისთვის შანსის მიცემა, რომ გახდეს სახლი. ერთი წამი, ანუ ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს აღნიშნე და ეხლა უნდა მოგაწვე, იმენა უნდა დაგფუშო. მოკლედ მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი ვარშავის მთელი დავარ ყველაფრით, მაგრამ თათიასთანო თავიდან დაწყე ურთიერთობა, უცბად შემეჯახა ფაქტის ახაზე, რომ ჩემს მეგობარს საერთოდ არ მოსწონს აქ ცხოვრება და ძალიან უკმაყოფილი ვარ, ესე ძალიან ბრაზდებოდი უნდა აღინიშნოს. უბრალოდ მე გაბრაზებული ვიყავი, ანუ მე თვითონ გაბრაზებული ვიყავი, კაი, იმიტომ რომ ჩამოვედით რეალურად გდანსკში, არჩევნის საშუალება მოგცეს რომელ ქალაქშიო და ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი ნებით გდანსკი. ლამაზესი. საოცრება თუ არაფერი მართლა, ანუ საოცარი ქალაქი იყო. თან რაღაც ჩემი ისინი მქონდა რომ აი ზამთარში ზღვაზე ცხოვრება მინდა და რაღაცები მოკლედ რა. აუ კაია ძალიან. მართლა საოცრება. იოდით რო იჟღინთება. ლაჟზე თოვლი, ანუ მე ზამთარში ბათუმშიც კი არ ვარ ნამყოფ შესაბამისად ვაფშე პირველი იყო ეს ჩემთვის. და ეს ოქროსფერ ქვიშაზე თოვლი როდევს და რაღაც ყინული რო არის, იმიტომ რომ -20 იყო. ყინული რო არის ზღვა, რაღაც საოცარი სანახავი იყო და ამის ფონზე უცებ რო გვეუბნებიან რომ არა ახლა დედაქალაქში უნდა გადახვიდეთ. ჩემი იდეა ზოგადად გადაცხოვრების იყო ის რომ აი პაწაწინა კოხტა პაწაწინა აი რაღაცა ბათუმ ნახევარია მთელი გდანსკი ალბათ საერთო ჯამში და ერთი ბეწო ქალაქია ხვდები და აი ეგ იმდენად მომწონდა ეს რაღაცა ინტიმური მომენტი იყო ძალიან და პატარა კოხტა ქალაქი იყო. და ხატოს დაუბრუნდებოდი და დავუბრუნდი კიდევაც მან. კი, მაგრამ აი თელი თავისი ესთეტიკა შემოაქვს, პეიზაჟებზე გადახვიდოდი და ნუ აქ ვარშავაში რა უნდა არა, როგორ არა, ძალიან ბევრი შეიძლება ხატო. ლამაზია, რაზეა საუბარი, უბრალოდ ეხლა და ეხლა მეშვება ეს მარწუხები სიბრაზის, რომ ანუ შეეგუეთ ათია ვარშავაში ცხოვრობ და შეეგუეც აღარ ხვდები? ანუ თავიდან ზუსტად მასე ვიყავი, რომ აი შეეგუე, ხა შენი არჩევანი აღარ არის. 1-2 ფაქტი მითხარი პოლონეთზე, ან ვარშავაზე, თუ გინდა დავიწყო, თუ გინდა არა, ან ხალხზე, სტერეოტიპი პოლონეთზე ან პოლონელ ხალხზე, რომელიც გამართდა და არ გამართლდა, ორივე. მაგორივეს ერთში მოვაქცევ, ხა ძალიან მარტივად და რატო? პოლონელებზე ყოველთვის შორიდან მესმოდა, რომ არიან ძალიან ცივი ხალხი, ძალიან გულგრილი ხალხი და ასე შემდეგ. მაგრამ მე, რასაც დავაკვირდი ამ 2 წელიწადნახევრის განმავლობაში, ზუსტად ისე მოგიდგებიან, როგორც შენ მიუდგები. ჩემი საყვარელი ფაქტი, რომელიც ანუ თბილისი და ვარშავა საზოგადოებრივი ტრანსპორტი რა შევადაროთ, ანუ თბილისში მომისმენია ფსიქოთერაპევტთა სეანსებისთვის ავტობუსში, ოღონდ მართლა რჩევები მიმიცია სრულად უცხო გოგონასთვის, თავისი პარტნიორისთვის, რა პასუხი უნდა გაეცა მესენჯერში, ჩატში, ანუ აი ყველაფერი ხდება, წვილები. მე მომითხოვია, ბოდიში რო გაგაწყობდი, მომითხოვია, რომ სპიქერზე ჩაერთო, იმიტომ რომ მართლა, ანუ არაირონიულად, გულწრფელად მაინტერესებდა იმისი აზრით, რომ მე ჩემი დასკვნა გამომეტანა. მთელი დრამები ამბები, ანუ თუ გართობა გინდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა ახვიდო. ხო, რა ვიცი. ანუ პოლონეთში ტრანსპორტში რო ადიხარ, არის სრული სიჩუმე და ანუ რო დაცმინა მაგაზეც ისე შემოგხედავენ, რომ ანუ ჩახვალ შემდეგ გაჩერებაზე ჩახვალ აუცილებლად, იმიტომ რომ ერთმანეთის სიმშვიდის პატივისცემის უნარი აქვთ საოცარი. მაგრამ ერთი მსგავსება რაც არის საქართველოსა და პოლონეთს შორის არიან ბებიები. აუ კი, ბაიბე. ყველა სამეზობლოში და აი სამეზობლოს თემაც ახლა ძალიან ბევრ დროს არ დავკარგავ ამაზე, მაგრამ სამეზობლოს აი რაღაცა უბნის თემაც აქაც ზუსტად ისეა, ანუ ვარშავაში როგორც თბილისში. აქაური ბაბჩები, ანუ ბებიები, არიან ჩვეულებრივი ქართველი ბებიები. ჯერ ხო ტვინს გაცლიან, სუფეხებზე კიდიათ პოლონური. იცი, არ იცი, გესმის, არ გესმის, გელოპარკებიან და თან თუ დაგინახეს, რომ ოდნავ გაუღიმე, გოგო ხარ გაუღიმე, ეგრევე ჭორაობას იწყებენ. პირდაპირ ჭორაობას იწყებენ. და ყველა საღამო მოახლოვდება თუ არა გადმომდგარი აივნებზე და
იწერენ ჭორებს, რომ ვინ მოიყვანა, ვინ მოაკითხა, ვის რა ეცვა. კორპუსის უკან პატარა სკვერი, ძალიან პატარა სკვერი რო არის, მანდ უნდა ნახო ხოლმე, ორი ბებო დაქალები ჩადიან ხოლმე, სკამზე ხდებიან, თავიანთი ცუგოებით. ეს ცუგოებიც ბებრები არიან თან უკვე წაღარები რო აქვს ჭორებში ისე და ეს ბებერი ჩუგოები და ეს ბებიები შედან ხოლმე და რაღაცას ჭორავენ, აი სახეზე გამომეტყოლებაზე რო ეტყობათ ხოლმე, რომ ძალიან ჩაქოქილები არიან რაღაცაზე, ძალიან ზოყორლები არიან. მაგრამ ძალიან მენატრავა ხოლმე თბილისში. საერთოდ ანუ ეგეთ მსგავსებას რო ცბად ვიჭერ ხოლმე, ძალიან მენატრავა. ერთი რაც მინდა რომ იცოდეთ, ნელ-ნელა ბოლოსკენ გავდივართ, მაგრამ მინდა რომ გითხრათ, წინა გადაცემას ვუყურა 500-მა ადამიანმა და მეტმა და ძალიან გვიხარია, ძალიან დიდი მადლობა, ანუ მართლა არ მჯერა, რომ 500-მა ადამიანმა 500 ადამიანი, ცალ-ცალკე ტიპები დასხდნენ და უყურეს ჩვენ საუბარს. არ დაგეზარათ თუ რაღაც. არა, კაია რომ არ დაგეზარათ. არ დაგეზაროთ. კიდევ უფრო უკეთესები გავხდებით, ახლა ცოტა გრადუსში ვართ, მაგრამ წყალსვამთ. ხო. გზა და გზა ვისწავლით ხალხო ყველაფერს, რამე თუ არ მოგეწონებათ დაგვიკომენტარით, რამე თუ მოგეწონებათ დაგვიკომენტარით. ერთი რაც მინდა გითხრათ, იმედია ემიგრანტებიც გვიყურებთ, იმიტომ რომ ჩვენც ემიგრანტები ვართ და თათია თქვი რომ ემიგრანტები ვართ, უნდა აღიარო შენი პირიდან. ჩვენც ემიგრანტები ვართ. კი, არა ვართ ემიგრანტები. მოკლედ, ყველას მოგმართავთ, ვინც აუშანშან ნებისმიერ სხვა ჰიპერმარკეტში ბორჯომის დანახვისას ტირით. ან ახლობლებს როცა ჩამოდიან 1 კილოგრამ ჭადის ფულს აბარებთ. ფულს და ლობიოს აბარებთ. ვისაც ჩაქაფული გენატრებათ აღდგომას და პასკას კი აცხობთ სახლში, მაგრამ ის სიხარული მაინც არ მოყვება, იმიტომ რომ თქვენს ახლობლებს ვერ უზიარებთ. გხედავთ, აქ ვართ, თქვენთან ვართ, თქვენთან ერთად ვართ. ჩვენც ამ ამბავში ვართ. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებები, ჩვენ გაგიზიარებთ ჩვენსას. დაასაბსკრაიბეთ, არა მარტო მიგრანტებს მივმართავ, დაასაბსკრაიბეთ. დაასაბსკრაიბეთ, გამოგვიწერეთ, დაგვიკომენტარეთ, თქვენი შეხედულებები იქნება თუ მოწონებები თუ ასე შემდეგ. გამოყვებით TikTok-ზე, Instagram-ზე. კი, ანუ ფიდბექი როგორც არ უნდა იყოს, შეიძლება ძალიანაც არ მოგწონდეთ, მაგრამ გაგვიზიარეთ, არ არის პრობლემა, ჯერთ engagement-ია, მაგრამ ვითვალისწინებთ იქნებ. გჭირდება იმ თვალსაზრისით, რომ გავიზარდოთ ბოდიში, რომ გავიზარდოთ ჩვენ თვითონ. არა, და ნელ-ნელა მე მგონი მაგზაზე ვართ, არა? მეც მგონია, რომ ყოველ ჯერზე უკეთეს და უკეთეს დავდებთ. დიდი მადლობა, ვინც გვისმინეთ ამდენი ხანი. გვიყვარხართ, დაგველოდეთ შემდეგ კვირას. Bye!